მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, წყვილი გადასულია საკორექციო უკუსვლაში, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებს რომ გაარღვიოს 1.11.50 ნიშნული ამ ეტაპისთვის. ჩვენ გვაქვს ესეთი ძლიერი ტრენდის ხაზი, რომლის ზევითაც ბაზარი ვერ მიდის. იმ შემთხვევაში თუ გაარღვია ბაზარმა ეს ტრენდის ხაზი, შემდგომ ეტაპზე ველოდებით რომ იგი მივა 1.12-15 ნიშნულთან, ხოლო თუ ეს გადალახა, მაშინ უკვე განვითარდება აღმავალი მოძრაობა, თუმცა თუ ვერ გაარღვია ტრენდის ხაზის ზევით, მაშინ ველოდებით რომ იგი კვლავ მოძრაობს ჯერჯერობით ფლეტურ მდგომარეობაში 1.11-სა და 1.11-50 შორის. ხოლო დაღმავალი მოძრაობის დაწყება უკვე ნავარაუდევია რომ გაარღვიოს ბაზარმა 1.10-50 ნიშნული და განავითაროს დაღმავალი სვლა. რაც შეეხება ფუნტი-დოლარის წყვილს, აქ ბაზარზე ვითარდება ფაქტიურად ვიწრო ფლეტური მდგომარეობა და ჯერჯერობით ვერ გადალახა ბაზარმა ბოლოს წინა მინიმუმი ეს არის 1.32-30 ნიშნული. შესაბამისად, თუ ბაზარი გაარღვევს ამ ნიშნულს, ველოდებით რომ იგი გაარღვევს ასევე ბოლო მინიმუმსაც და გადაწერს მას, ანუ განავითარებს დაღმავალ მოძრაობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი ვეღარ გაარღვევს ამ მინიმუმს, მაშინ ველოდებით რომ იგი განავითარებს აღმავალ სვლას დაახლოებით 1.35 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარ-შვეიცარიულ ფრანკს, აქ მოძრაობა მიმდინარეობს დაღმავალ სვლაში, მან ვერ გადალახა 0.98 ნიშნული მიუხედავად მცდელობისა და ამჟამად მოძრაობას ველოდებით 0.36-30 ნიშნულამდე, ხოლო ასევე დიდი, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის ზონის სახით მას ელოდება ფლეტის მაქსიმალური საზღვარი, ამ შემთხვევაში ეს არის 0.36-90 ნიშნული. შესაბამისად, თუ ბაზარმა გაარღვია ეს ნიშნული, მაშინ იგი დიდი შანსია რომ ბაზარი მივიდეს უკვე 0.36-30 ნიშნულამდე და აქედან უკვე გადაწყდება თუ საიწავა მოძრაობა. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს, აქ უკვე ვაფიქსირებთ რომ იგი მივიდა ძლიერ წინაღობასთან 0.75-30 ნიშნულთან და აქვე მნიშვნელოვანია შეინარჩუნებს თუ არა ამ პოზიციებს, რადგანაც 0.75 ნიშნული ითვლება ფსიქოლოგიურ ბარიერად, შესაბამისად თუ ბაზარმა ვერ გაარღვია 0.75-30 ნიშნული, ველით რომ იგი განავითარებს დაღმავალ სვლას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაარღვია 0.75-30 ნიშნული, მაშინ ველოდებით რომ მივა იგი მეორე წინაღობის ხაზთან, ამ შემთხვევაში 0.76-50 ნიშნულამდე დაახლოებით და შესაბამისად აქედან უკვე გადაწყდება თუ საით აიღებს გეზს უკვე სვლა. რაც შეეხება დოლარ-კანადურ დოლარს, აქაც ბაზარი მიდის ძლიერ მხარდაჭერის ზონასთან 1.28-57 ნიშნულთან. შესაბამისად, ერთგვარი ნულოვანი ზონა გვაქვს ჩვენ აქ, საიდანაც უნდა გადაწყვიტოს ბაზარმა წავაზევით თუ პირიქით გამოარღვევს ამ ნიშნულს და მოუახლოვდება უკვე არხის ქვედა საზღვრამდე. ნავარაუდევია ამ ეტაპისთვის, რომ შესაძლებელია გაარღვიოს ეს ნიშნული და შეასრულოს მთლიანობაში ეს ABC პატერნი არის და შეასრულოს ABC პატერნი, ანუ ჩამოვიდეს არხის ქვედა საზღვრამდე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ გაარღვია ეს ნიშნული, მაშინ ველოდებით რომ პირველ ეტაპზე იგი მივა კვლავ ფსიქოლოგიურ ბარიერთან, დაახლოებით აი ამ ზონებთან, ეს არის 1.30 ნიშნული. რაც შეეხება დოლარ-იაპონური ენს, აქ ფაქტიურად ჯერჯერობით ვერ გადაწყვეტეს საიწავიდეს მოძრაობა, ვიმყოფებით ვიწრო ფლეტში. შესაბამისად, თუ გაირღვა ამ ფლეტის ზედა საზღვარი, ამ შემთხვევაში 103.40 ნიშნული, მაშინ განვითარდება უკვე აღმავალი სვლა დაახლოებით 105.50 ნიშნულამდე, ხოლო თუ გამოირღვა უკვე ქვედა საზღვარი 102.40 ნიშნული, მაშინ უკვე განვითარდება დაღმავალი სვლა დაახლოებით 103.75 ნიშნულამდე. ყველას გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.